მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას მრავალწერტილი, მე ამ გადაცემის წამყვანი ნიკა ლაშხიავა. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქვემო ქართლში, კერძოდ სამშვილდეში. ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი კი არის საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი დავით ბერიკაშვილი, არქეოლოგი. დღეს სამშვილდეში ვართ, სადაც საველე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. ბატონი დავით, მაინტერესებს ისტორიული ესკურსი მოგვიყვეთ სამშვილდის შესახებ. კი ბატონო. მოგესალმებით პირველ რიგში. მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ გამოთქვით ინიციატივა და გამოხატეთ ინტერესი სამშვილდის ნაქალაქარის შესახებ და კონკრეტულად ჩვენი გათხრების შესახებ, რაც დაკავშირებული არის, როგორც ცნობილი არის, საქართველოს უნივერსიტეტის სახელთან. და საქართველოს უნივერსიტეტის სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიცია არის სწორედ ის ექსპედიცია, რომელიც ამ შესანიშნავ ძეგლზე აწარმოებს არქეოლოგიურ სამუშაოებს. თვითონ სამშვილდის ნაქალაქარის შესახებ ისედაც ცნობილია, რომ იგი წარმოადგენს არა მარტო საქართველოს, არამედ ზოგადად ამიერკავკასიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულ ქალაქს, ნაქალაქარს, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში გადამწყვეტ როლს თამაშობდა, როგორც ვთქვით, ქვემო ქართლის, საქართველოს და ზოგადად რეგიონის ისტორიაში. ამაში ხელს უწყობდა ერთის მხრივ მისი გეოგრაფიული მდებარეობა, მეორეს მხრივ მისი სიახლოვე დედაქალაქთან, თბილისთან, ქვეყნის დედაქალაქთან თბილისთან და ასევე მისი სიახლოვე აბრეშუმის გზასთან. და უფრო მეტიც შეიძლება ითქვას, რომ სამშვილდის ნაქალაქარის სიახლოვეს, კერძოდ ხრამის ხეობაში, აბრეშუმის გზის ერთ-ერთი ჩრდილოეთ განშტოება გადიოდა, ეს ცნობილი სავაჭრო გზა მოგეხსენებათ, და ქალაქის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ აღმავლობას თავისთავად იგი ხელს უწყობდა. მიუხედავად იმისა, რომ სამშვილდეს ასეთი დიდი სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს, დიდი ისტორიული წარსული აქვს, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს მისი გეგმაზომიერი კვლევა, მხედველობაში მაქვს არქეოლოგიური გათხრები, არქეოლოგიური კვლევა, უკანასკნელ ხალებამდე ჩატარებული არ ყოფილა. რა თქმა უნდა, იყო მცდელობა, გაკეთებულიყო მცირე მოცულობის სადაზვერო სამუშაოები, მცირე ზომის შურფები. ასეთი საქმიანობა ჯერ კიდევ 60-იან წლებში ჩაატარა განსვენებულმა აკადემიკოსმა ლევან ჭილაშვილმა. სამშვილდის ნაქალაქარის მახლობლად მტკვარ-არაქსული კულტურის ადრეული საფეხური იქნა შესწავლილი ცნობილი არქეოლოგის ბატონი მურამ ვირცხულავას მიერ, მაგრამ ეს ძეგლი უშუალოდ კონცხზე არ მდებარეობს, როგორც მოგახსენეთ, კონცხის სიახლოვეს მდებარეობს. გარკვეული სამუშაოები ჩატარებული იქნა მდინარე ხრამის ხეობაში განვითარებულ გამოქვაბულების სისტემაში, მაგრამ არცეც არ იყო, ასე ვთქვათ, გლობალური და მასშტაბური ხასიათის სამუშაოები. ასე რომ შეიძლება ვთქვათ, მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და იმ სქელი პლასტებისა, კულტურული ფენებისა, რითაც დაფარული არის მთლიანად ეს ძეგლი, აქ, ასე ვთქვათ, გეგმაზომიერი სტაციონარული გათხრები არ ყოფილა უკანასკნელ ხანებამდე. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ბაზაზე შეიქმნა სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიცია 2012-2015 წლებში მოხდა არქეოლოგიური გათხრები პალატის ეკლესიასა და წმინდა გიორგის ეკლესიაში, რამდენად მნიშვნელოვანი არტეფაქტები იქნა მოპოვებული. კი ბატონო, სიამოვნებით გაგზავნით პასუხს ამ შეკითხვაზე, მაგრამ მინდა ვისარგებლო შემთხვევით, ვინაიდან სამშვილდის ნაქალაქარზე არქეოლოგიურ სამუშაოებს საქართველოს უნივერსიტეტი ახორციელებს, ძალიან მოკლედ ერთი-ორი სიტყვით მინდა ვთქვა იმ პროგრამის შესახებ, არქეოლოგიური პროგრამის შესახებ, რომელსაც საქართველოს უნივერსიტეტი აწვდის თავის სტუდენტებს. ეს არის საბაკალავრო პროგრამა, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ შეისწავლონ არა მარტო ქართული არქეოლოგიური ძეგლების ისტორია, არამედ მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლების ისტორია, ზოგადად ეს შეისწავლება პირველ კურსზე, როდესაც სტუდენტები არქეოლოგიის შესწავლას გადიან
მეორე კურსიდან მათემატიკად მეთოდოლოგიის სპეცკურსი, რაც გულისხმობს ყველა იმ სპეციფიური ტექნიკის, მეთოდების შესწავლას, რაც საჭირო არის საველე სამუშაოების დროს. მესამე კურსიდან სწავლაში ჩაეშვება, ასე ვთქვათ, ქვისა და ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიის სპეცკურსი. მეოთხე კურსი კი მთავრდება შუა საუკუნეების არქეოლოგიით. მაგრამ გარდა აი ამ თეორიული მეცადინეობისა, რაც ახლა დავასახელე, სტუდენტები მუდმივად იღებენ მონაწილეობას პრაქტიკულ სამუშაოებში. იმიტომ რომ წარმოუდგენელია ადამიანი ჩამოყალიბდეს პროფესიონალ არქეოლოგად, თუ მას მარტო თეორიული ცოდნა აქვს და არ აქვს პრაქტიკული გამოცდილება. ყველაფერი აი ამასთან იყო დაკავშირებული და სწორედ 2012 წელს, როდესაც დღის წესრიგში დადგა სტუდენტების პრაქტიკის, ასე ვთქვათ, პრაქტიკული მეცადინეობის საკითხის მოგვარება, ჩვენ მოვითათბირეთ უნივერსიტეტის პრეზიდენტებთან, ქალბატონ გიული ალასანიასთან და ქალბატონ მანანა სანაძესთან, რათა მოგვეკიდა ხელი რომელიმე ძეგლზე უნივერსიტეტს აიღო თავის თავზე, როგორც იტყვიან, პატრონაჟი რომელიმე ძეგლზე და სისტემატიურად ეწარმოებდნენ აქ სამეცნიერო კვლევები. და გადაწყდა, რომ ეს ძეგლი ყოფილიყო სამშვილდე, ვინაიდან როგორც დასაწყისში მოგახსენეთ, აქ დიდი ზომის და ასე ვთქვათ, სისტემური კვლევები არქეოლოგიური არასოდეს არ ჩატარებულა. მოყოლებული 2012 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიცია აქტიურად წელიწადში 3 თვე ატარებს სამშვილდეში. როდესაც არის ზაფხულის პერიოდი, გათხრები მიმდინარეობს კონცხის თხემზე, როდესაც უფრო გრილი ამინდებია და რიგი გარემოებები ხელს გვიწყობს, რომ სამუშაოები ხრამისა და ჭივჭავის ხეობაში განვითარებულ გამოქვაბულებს შევაწარებთ. გამოქვაბულების კვლევა მიმდინარეობს, ასე რომ სტუდენტებს აქვთ მაქსიმალური საშუალება შეისწავლონ არა მარტო ნაქალაქ შუა საუკუნეების ნაქალაქარი, არამედ მღვიმურ კომპლექსებში განლექილი ფენებიც. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას წმინდა გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებით და პალატის კომპლექსთან დაკავშირებით, ეს ჩვენი ექსპედიციისთვის უკვე შეიძლება ითქვას ისტორიას წარმოადგენს, ვინაიდან წმინდა გიორგის ეკლესია და პალატის კომპლექსი ჩვენ 2 წლის წინ გავწმინდეთ არქეოლოგიურად გავასუფთავეთ, როგორც იტყვიან, ნანგრევებისაგან და ნაყარიფენისაგან. რის შედეგადაც სიძველეთა დაცვისა და გადარჩენის ფონდმა დააფინანსა მისი სარესტავრაციო სამუშაოები და დღეს ორივე შესანიშნავი ეკლესია ფაქტიურად რესტავრირებული და თავის თავდაპირველი სახე აქვს დაბრუნებული და მინდა სიამაყით კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ ამ ორივე შესანიშნავი ეკლესიის გაწმენდითი სამუშაოები არქეოლოგიური კვლევები მთლიანად საქართველოს უნივერსიტეტმა დააფინანსა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ მხოლოდ სტუდენტების ძალისხმევით მოხდა აი ამ ძეგლების გაწმენდა. თვითონ წმინდა გიორგის შესახებ ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ ეს ტაძარი უნდა ყოფილიყო აგებული მე-11 საუკუნეებში, მაგრამ ეს მატერიალურად არ იყო დადასტურებული. ჩვენს მიერ გამოვლენილმა არქეოლოგიურმა მასალამ, რომელიც კლასიკური შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი კერამიკით წარმოდგებოდა, ფაქტიურად დაადასტურა ეს წერილობითი წყაროები. დღეს იმაზე აღარ არის კამათი. სამშვილდის წმინდა გიორგის ეკლესია მე-11 საუკუნის არის თუ მე-12-13 საუკუნის არის, ეს დადასტურდა, რომ არის განვითარებული შუა საუკუნეების საწყისი ფაზის, მე-10 საუკუნე, მე-11 საუკუნის დასაწყისი. რაც შეეხება პალატის ეკლესიას, აქ ძალიან საინტერესო ნიუანსები გამოიკვეთა და ირკვა ჩვენს მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად და დადგინდა, რომ მთლიანად ეს მიკროკომპლექსი, სადაც არა მარტო პალატის ეკლესია შედის, არამედ შუა საუკუნეების სასახლის ნანგრევებიც არის გაერთიანებული, ეკუთვნოდა ბარათაშვილების საგვარეულოს, ასე ვთქვათ, განაყარს, პაპლანიშვილებს და კერძოდ ერთ-ერთ საფლავის ქვაზე გამოვლენილ ეპიტაფიაში დადასტურებული არის ვინმე ბატონი ერასტი, რომელიც ექსპედიციის ხელოვნებას ცოდნენ გამოიკვლია და დადგინდა, რომ არის ეს ერასტი პაპლანიშვილი, რომელიც კრძალავს თავის მცირეწლოვაშვილს ოთარის, მოთხსენებულ პალატის ეკლესიაში. შესაბამისად, თუ ასეთი ცნობილი საგვარეულოს წარმომადგენლები თავიანთ შვილებს, ამ შემთხვევაში ერთ ვაჟიშვილს, ამ ეკლესიაში კრძალავდნენ,
მაშინ დასტურდება წერილობითი წყაროები, რომ ეს მიკროკომპლექსი, რასაც პალატის კომპლექსი ეწოდება, სწორედ ბარათაშვილების საგვარეულოს გამგზელებლების ყაფლანიშვილების საკუთრება იყო. ქრონოლოგიურად ეს მე-15 საუკუნის ბოლო და ალბათ უფრო მე-16 საუკუნეზე მოდის. აი ეს მოკლედ რაც შეიძლება წმინდა გიორგისა და პალატის კომპლექსის შესახებ თქვათ. მაგრამ აქვე მინდა დავამატო, რომ აი ზემოთ ხსენებული შუა საუკუნების სასახლე, რომელიც ამ პალატის კომპლექსშია გაერთიანებული, ჯერჯერობით კიდევ არ არის რესტავრირებული. უნივერსიტეტი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ მოახდინოს მისი არქეოლოგიური გაწმენდა, რა თქმა უნდა, ყველანაირი სტანდარტებით დაცვით, მაგრამ მოგახსენებათ, გაწმენდას აუცილებლად თან უნდა სტევდეს სარესტავრაციო ან მინიმუმ საკონსერვაციო სამუშაოები, რაც გარკვეულ და არც თუ მცირე ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამიტომ ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ. თუ რომელიმე დონორი იქნება სახელმწიფო თუ კერძო გამოთქვამს სურვილს და მხარდაჭერას, რომ გათხრების შედეგად აი ეს გვიანი შუა საუკუნეების სასახლე რესტავრირებული და კონსერვირებული იქნას, ჩვენ მაშინვე შეგვიძლია არქეოლოგიურად გავწმინდოთ და იმედი მაქვს, რომ ეს მხოლოდ დროის ფაქტორია, ხვალ თულზე აუცილებლად მოხდება მისი ასე ვთქვათ სამუშაოების შესრულებაც. ჯურნალში არის ბევრი საფორტიფიკაციო და საკულტო შენობა ნანგრევები, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამათ შორის არის სამშვილდის სიონის ხუროთმოძღვრული ძეგლი. რამდენად მნიშვნელოვან ფაქტებს ინახავს ეს ხუროთმოძღვრული ძეგლი, სამშვილდის სიონი. სამშვილდის სიონი ნაქალაქარზე შემორჩენილი 7 ეკლესიათაგან ყველაზე ძველი გახლავთ. მისი საქტიტორო წარწერიდან ზუსტად ვიცით, როდის არის იგი აგებული. ეს არის 756, 777 წლები. მოგეხსენებათ მე-8 საუკუნე ქართლი და ქვემო ქართლიც, რა თქმა უნდა, არაბული გავლენის ქვეშ არის მოქცეული თბილისში ჯერ კიდევ არაბი ამირაზის და გასაოცარი სწორედ ის არის, რომ აი ასეთ პერიოდში სამშვილდეში შენდება ასეთი ღირსშესანიშნავი ქრისტიანული ტაძარი, რაც თავისთავად უნდა მიუთითებდეს იმაზე, რომ ეს რეგიონი არაბული გავლენისაგან ან მეტნაკლებად თავისუფალი იყო, ან ამ რეგიონის მმართველებს გარკვეულად მოგვარებული ჰქონდათ ურთიერთობები თბილისის ამირასთან, ვინაიდან მათ უფლება მიეცათ, რათა ასეთი ტაძარი აგებულიყო. როგორც მოგახსენეთ, დღესდღეობით არსებული ეკლესიებისაგან სიონის ტაძარი არის ყველაზე ძველი. მაგრამ ამავე დროს ჩვენ კარგად ვიცით, რომ ყველაზე ძველი ეკლესია სამშვილდეში სიონი არ ყოფილა. ქართლის ცხოვრებიდან ჩვენი ცნობილია, რომ პირველი ეკლესია, რომელიც სამშვილდეში აუგია დედოფალ საგდუხტს, მოგეხსენებათ დედოფალი საგდუხტი გახლდათ ღვასლოთანგის ვახტანგ გორგასალის დედა, რომელიც ცეცხლთაყვანის მცენელი მზადდებოდა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი მისთხოვდა ვახტანგ გორგასალის მამას მირდაც და გაქრისტიანდა, ააშენა პირველი ეკლესია, მაგრამ ეს არ იყო დღევანდელი სიონი. ამას მინდა ხაზი გაუსვა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ეშლებათ ხოლმე დღევანდელი სიონი, რომელიც როგორც გითხარით მე-8 საუკუნის არის, უკავშირებენ დედოფალ საგდუხტს, რომელიც 300 წლით უფრო ადრეული პერიოდის მოღვაწე იყო. სად არის საგდუხტის მიერ აშენებული სიონი, ეს ჩვენთვის დღეს გამოსანად რჩება, არ ვიცით. მაგრამ პრაქტიკიდან გამომდინარე ვარაუდის დონეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ეს მე-5 საუკუნის ეკლესია მე-8 საუკუნის სიონის ქვეშ შეიძლება იყოს მოქცეული. ამაზე ჩვენ რა თქმა უნდა დისკუსია ჰქონდა ისტორიკოსებთან და პირველ რიგში პროფესორ მანანა სანაძესთან, საქართველოს უნივერსიტეტის პრეზიდენტთან და ისიც აბსოლუტურად ეთანხმება ამაზრს, რომ ეს ძველი ეკლესია საგდუხტისეული ეკლესია დღევანდელი სიონის ქვეშ შეიძლება იყოს მოქცეული. ასევე კონსულტაციები ჰქონდა ხელოვნებაცოდნეებთან და მეტნაკლებად ყველა ვჯერდებით აი ამ საკითხზე, რომ ძველი ეკლესია უნდა იყოს ამ ტაძრის ან ქვეშ, ან სადმე ძალიან სიახლოვეს. მაგრამ სად თავარი გამოცანა ეს არის, იმედი მაქვს, რომ ჩვენი ექსპედიცია ადრე თუ გვიან და მიაგნებს ამ ძველი ეკლესიის ნანგრევებს
დაადასტურებს ერთის მხრივ წერილობით წყაროს და მეორის მხრივ დღის სინათლეზე გამოამეს ამ უძველეს საქართველოში ალბათ ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ ეკლესიას. რაც შეეხება თვითონ აი ამ მერვე საუკუნის ტაძარს, როგორც საუკუნის დასაწყისში აღნიშნეთ, ერთ-ერთი ყველაზე ძველი ძეგლი არის, რაც შემორჩენილია სამშვილდის ნაქალაქარის თხემზე, რაც თვალნათელი იხილება, მაგრამ სამწუხარო არის, რომ იგი ძალიან სავალალო მდგომარეობაშია და ფაქტიურად დღემდე მისი, ასე ვთქვათ, სერიოზული საკონსერვაციო სამუშაოები ჯერჯერობით ჩატარებული არ არის და იგი პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ზიანდება და საჭირო არის, რომ ხელისუფლებამ თუ რაღაცა კერძო ორგანიზაციებმა თუ კერძო ბიზნესმენები დაინტერესდნენ ამითი და რაღაცა სახის კონსერვაცია მაინც გაკეთდეს, იმიტომ რომ ჩვენ ყოველწლიურად აქ ვიმყოფებით და ვხედავთ, რომ ყოველწლიურად სიონის კედლები იშლება, იფიტება, იქარება და ყოველწლიურად უკან მიდის ეს შესანიშნავი ძეგლი. ჩვენი წლევანდელი გათხრები, რომელსაც ეხლაც ვაწარმოებთ ჩვენ ველზე ვართ ფაქტიურად უნივერსიტეტის ექსპედიცია მუშაობს, დაკავშირებული არის სწორედ აღნიშნული ტაძარის უძველესი ისტორიის საკითხების გამოვლენას და ძველი ფაზა გვაინტერესებს აი ამ ტაძრის და შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის უკვე რაღაცა სერიოზული მიგნება და აღმოჩენა უკვე გვაქვს, რაც მდგომარეობს იმაში, რომ შევძელით სიონის ჩრდილოეთ მხარეს დაგვედასტურებინა საკმაოდ მძლავრი კირხსნარის მოლესილობა, რომლის სისქეც თითქმის 9 მეტრს აღწევს და 9 მეტრის კირის მოლესილობა არ შეიძლება იყოს რაღაცა ნაგებობის იატაკის ფრაგმენტი ან რაღაცა სათავსოს იატაკის ფრაგმენტი, გამორიცხულია, იმიტომ რომ ჩვენ შესწავლილი გვაქვს სათავსოებიც, ნაგებობების და უმეტეს შემთხვევაში ამ სათავსოების თუ ნაგებობების კირის იატაკის სისქე 5-10 სანტიმეტრს არ აღემატება და როგორც მოგახსენეთ ჩვენ შემთხვევაში ეს 9 მეტრის სისქეს აღწევს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს კირის მოლესილობა პირდაპირ არის დაკავშირებული სიონის ტაძართან და წარმოადგენს მის შიდა ეზოს. და რა თქმა უნდა, იმ პერიოდს განეკუთვნება, როდესაც ეს ტაძარი ფუნქციონირებდა, ანუ მერვე საუკუნეს, ხო? ეს ფაქტი დღესდღეობით ყველასათვის უცნობი იყო, ეს პირველი აღმოჩენა ჩვენს ექსპედიციას ეკუთვნის, ჩვენმა ექსპედიციამ ჯერ კიდევ 2014 წელს სათაზვირო შურფებში დაადასტურა ეს კირის მოლესილობა და წელს აგეთ ხრილშიც ხედავთ, რომ მთლიანად თეთრად არის ეს ხრილი დაფარული და უფრო და უფრო უწმუნდებით, რომ ეს მართლა სიონის ეზოს წარმოადგენს, ვინაიდან ეს ტაძარი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და წარმოუდგენელი არის, რომ მის ირგვლივ ტერიტორია არ ყოფილიყო მერვე საუკუნეში, როდესაც იგი ფუნქციონირებდა, კეთილმოწყობილი არ ყოფილიყო. აი ეს შეგვიძლია დღესდღეობით უკვე რაღაცა გარკვეული სიახლის სახით წარმოუადგინოთ, რაც მათამდე ყველასათვის უცნობი იყო. და იმედი მაქვს გათხრები, რომლებსაც ვაგრძელებთ, უფრო მეტ საინტერესო ინფორმაციას მოგცემს და დავადგენთ არა მარტო აი კირის მოედნის ისტორიას, არამედ იმ ძველ ფენებზეც ჩავალთ, რაც მის ქვეშ არის გამფენილი და შესაბამისად რაც მერვე საუკუნეზე უფრო ადრეულია. უბრალოდ ამას უნდა ძალიან ბევრი შრომა, რკინის ნერვები და რა თქმა უნდა, ცოტა იღბალიც საჭიროა, რადგან არქეოლოგიის შრომა ყოველთვის იღბალთანაც არის დაკავშირებული. 2015 წელს მოხდა სამშვილდის შიდა ციხის არქეოლოგიურად შესწავლა. რა გამოვლინდა ამ გათხრების შედეგად ციხეზე? კი ბატონო, სამშვილდის ციტადელი მოგეხსენებათ ნაქალაქარის უმთავრესი საფორტიფიკაციო ნაგებობაა. იგი აშენებული არის ბაზალტოვანი კონცხის ყველაზე შევიწროვებულ ადგილას, რომელიც კეტავს ფაქტიურად კონცხის აღმოსავლეთ ნაწილს, სადაც სამეფოუბანი იყო განლაგებული და ერთგვარ საზღვარს წარმოადგენს დიდგვაროვანთა უბანსა და სამეფოუბანს შორის. ეს რა თქმა უნდა შემთხვევით არ იყო ეს ადგილი შერჩეული და ჩვენს ჩავთვალეთ, რომ სწორი იქნებოდა აი ამ მნიშვნელოვან ადგილზე გათხრების წარმოება და ვფიქრობ, რომ სწორად განსაზღვრეთ, ვინაიდან
გასულ წელს ჩვენ აქ სამუშაოების შედეგად ძალიან საინტერესო ინფორმაცია ავიღეთ, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ თვენახევარი მუშაობდით ციტადელის შიდა სივრცეში. მოკლედ ვგეთქვით რა ინფორმაცია და რა სიახლეები გვაქვს შარშანდელი გათხრების შედეგად და ასევე წლევანდელი გათხრების შედეგად, ვინაიდან წელსაც მუშაობდით ჩვენ ციტადელში. პირველი რაც ყველასათვის მოულოდნელი იყო, ეს გახლდათ კორდოვანი ფენის მოხსნისთანავე, კორდოვანი ფენის სისქე ციტადელში შიგნით 15-20 სანტიმეტრს არ აღემატებოდა და ამ 15-20 სანტიმეტრის სისქის კორდოვანი ფენის მოხსნისთანავე გამოვლინდა ქვის ფენილი, უზარმაზარი ქვის ფილებით და კვადრებით მოგებული ქვის, ასე ვთქვათ, მოედანი, რომელიც ძალიან ეფექტური იყო და თქვენ წარმოვიდგინეთ რა შთამბეჭ დავიქნებოდა თავის დროზე, როდესაც ადამიანი სამშვიდობო ციტადელში შიგნით შევიდოდა და მთლიანად ციხესიმაგრე ქვის ფენილით, ქვაფენილით იქნებოდა მოგებული. მაგრამ იმ მონაკვეთში, სადაც ჩვენ ეს ქვის ფენილი გამოვავლინეთ, თხრილის ერთ-ერთ ნაწილში ქვები ამოყრილი იყო და გაშიშვლებული იყო კულტურული ფენა, რამაც ჩვენ მოგვწევს საშუალება რომ უფრო ღრმად წარმოებინა გათხრები და გვენახა თუ რა პერიოდის მასალა მომდინარეობდა ქვაფენილის ქვემოთ და საერთოდ სტრატიგრაფიული სურათის შესახებ უფრო ნათელი წარმოდგენა შეგვექონოდა. თავისთავად უნდა გაგვესაზღვრა რა პერიოდის იყო ეს ქვაფენილი, რათა შემდგომი კვლევების დროს უკვე ფართობითი თუ აბსოლუტური ქრონოლოგიის საკითხები დაგვეზუსტებინა. ჩვენ რა თქმა უნდა გამოვიყენეთ წერილობითი წყაროები და კერძოდ დაპურნა ორბელიანის ამბავი ქართლისანი, სადაც ავტორს პირდაპირ აქვს მითითებული მე-18 საუკუნის ის პერიპეტიები, რაც დაკავშირებული იყო გამახმადიანებულ არჩილ ბაგრატიონს, აბდულა ბეგსა და ერეკლე მეორეს ბრძოლებთან, ქართლის ხელისუფლების ხელში ჩაგდებისათვის და აი გამოვლენილი ქვაფენილი ზუსტად მიესადაგება აღნიშნულ პერიოდს. ეს გახლავთ მე-18 საუკუნის შუახანები, კერძოდ 1747-1748 წლები და ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ, ეს ქვაფენილი უშუალოდ მიწის ზედაპირთან იყო ახლოს 15 სანტიმეტრის დაშორებით და შეესაბამებოდა სამშვიდის ციტადელში ადამიანის აქტივობის ფინალურ ფაზას და ეს არის სწორედ ერეკლე მეორის პერიოდი. შესაბამისად, ჩვენ აი იმ მონაკვეთში, სადაც კულტურული ფენა გაშიშვლებული იყო, ველოდებოდით უფრო წინამორბედი საუკუნების მე-17, მე-16, მე-15 საუკუნის პერიოდის მასალების გამოვლენას, ეს ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ თუ ქვაფენილი მე-18 საუკუნით თარიღდებოდა, უნდა წამოსულიყო მისი წინამორბედი საუკუნების ფენები და მასალები, მაგრამ ჩვენ და გასაოცრად ეს ასე არ მოხდა და როგორც კი ქვის ფენით ჩავსდით, მაშინვე წამოვიდა აი ტიპიური განვითარებული შუა საუკუნების მასალა მე-12, მე-13 საუკუნის პოლიქრომულად მოჭიქული კერამიკა, მინისამაჯურის ფრაგმენტები, მოუჭიქავი კერამიკა, მაგრამ რაც დამახასიათებელი არის ასევე განვითარებული შუა საუკუნებისათვის და ეს ერთის მხრივ კარგიც იყო, გაგვიხარდა რომ მაშინვე განვითარებული შუა საუკუნეების ფენაზე ჩავედით, მაგრამ მეორეს მხრივ გამოცანა იყო სად იყო მაშინ ის გვიანი შუა საუკუნეების ფენები, რომლებსაც უნდა მოიცვათ მე-14, მე-15, მე-16, მე-17 საუკუნეები, ვიდრე ციხეს ერეკლე მეფე დაეპატრონებინა, ხო? ამაზე ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ, რა შეიძლება ეს მოვლენა რა შეეძლო გამოიწვია და მივედით იმ დასკვნამდე, რომ როდესაც აბდულა ბეგი სამშვიდის შიდა ციხეში იყო გამაგრებული და ებზადებოდა ერეკლეს წინა ბრძოლისათვის, მან ჩაატარა გარკვეული სამუშაოები, რაც დაკავშირებული იყო ციხის გამაგრებასთან, სწორედ აბდულა მააშინა სამშვიდის ორივე ბურჯი, აბდულას სახელთან არის დაკავშირებული ნაქალაქარის წყალსადენის სისტემის მოწესრიგება და თვითონ ციტადელის ინტერიერშიც, როგორც ჩანს, მან გარკვეული სიმძლავრის კულტურული ფენები მოჭრა. რა თქმა უნდა, ის არ იყო არქეოლოგი და არ იყო დაინტერესებული არქეოლოგიურ გათხრებით, მის ინტერესში უბრალოდ შედიოდა ნიადაგის ფენის მოჭრა და სწორედ თავის დაუნებურად მან როგორც იტყვიან, ციხეში მოხვეწა მთელი მე-15, მე-16, მე-17 საუკუნეების ფენები
თავის დაუნებურად გააშიშვა მე-12-13 საუკუნეების ფენები და სწორედ აი მე-13 საუკუნეების ფენაზე მოაწყო ის ქვის ფენილი, რომელიც ჩვენ დავადასტურებთ. აი ესეც ფაქტიურად ისეთი მიგნება და აღმოჩენა არის, რომელიც არც წერილობით წყაროებში იყო დადასტურებული და არც არავინ არ იცოდა ფაქტიურად ეს სიახლეც ჩვენს არქეოლოგიურ ექსპედიციასთან არის დაკავშირებული. ეს რაც შეეხება 2015 წელს. ხოლო წელს მიმდინარე წელს ჩვენ კიდევ შევძლებთ დაღრმავება ამ თხრილებში, კერძოდ 62-63 თხრილებში და მიწის ზედაპირიდან თითქმის 2 მეტრი და 20 სანტიმეტრის სიღრმეზე ვართ ჩასულები, მაგრამ მიუხედავად აი ასეთი სიმძლავრის კულტურული ფენების გავლისა, ჩვენ ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში ვიმყოფებით. ჩვენ ვერ მივახცეთ უფრო ადრეულ ფენებს, რომლებიც დარწმუნებული ვართ და ისედაც ცნობილია წყაროებიდან, რომ აქ უნდა იყოს, მაგრამ ვინაიდან სამშვილდის ციტადელში აი განვითარებული შუა საუკუნეების ფენები ძალიან მძლავრი არის, მიუხედავად აი ამ 2 და 20 სანტიმეტრის გავლისა, მაინც მე-11 საუკუნის დონეზე ვდგევართ. ჩვენი ექსპედიცია წელს ფაქტიურად ფინალურ ფაზაში იმყოფება, 10 თვეში ჩვენ ვამთავრებთ სამუშაოებს, ხოლო მომავალ წელს აუცილებლად გავაგრძელებთ, რადგან დავაზუსტოთ, გამოვიკულიოთ აი მე-11 საუკუნეზე უფრო ადრეული პერიოდის ფენები, რომელ კულტურებს განეკუთვნება სამშვილდის ციტადელში და მოპოვებული ინფორმაცია მე რა თქმა უნდა შეესაბამება სიონის უბანზე გამოვლენილი რეალობა იქნება თუ ძეგლის სხვადასხვა ასე ვთქვათ ნაწილებში მიღებულ არქეოლოგიურ შედეგებს. ქართულ ისტორიულ წყაროებში, რომელიც საუკუნიდან იხსენიება სამშვილდე და რა პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა სამშვილდეს. სამშვილდის ისტორია ქართული საისტორიო ტრადიციის მიხედვით ჯერ კიდევ ელინისტურ ხანასთან არის დაკავშირებული და კერძოდ მეფე ფარნავაზთან. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს ფარნავაზის მიერ გატარებულ რეფორმებში ერთ-ერთი რეფორმა იყო ქვეყნის პოლიტიკურ ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფა. და იმ საერისთავოებს შორის, რომლებიც ფარნავაზმა ცალ-ცალკე გამოყო იმ პოლიტიკურ ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის ერთ-ერთი იყო სამშვილდე. სამშვილდის საერისთავო ქართლის ცხოვრების მიხედვით რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ აი მე-3 საუკუნეში წარმოადგენდა ცალკე პოლიტიკურ ადმინისტრაციულ ცენტრს. მაგრამ ეს მატერიალურად ჯერჯერობით დადასტურებული არც ჩვენ გვაქვს საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიურ ექსპედიციას და არც არავის ფაქტიურად ასეთი ძველი ფენები, ძველი წოთავის მე-3 საუკუნეების ფენები ჯერჯერობით აქ არ უყოვნია, ასე რომ ეს წმინდა წყალის თეორიული საკითხი არის. აი, როდესაც ჩვენ შევძლებთ და ჩავალთ და მართლაც ძველი წოთავის მე-3 თუ მე-4 საუკუნეების ფენებს გავაშიშვლებთ, მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წერილობითი წყაროს აი ეს ინფორმაცია ობიექტური ჭეშმარიტებაა და შეიძლება მერე გაზიარებული იქნას საყოველთაოდ. ვიდრე ეს აღმოჩენები არ მოხდება, შეიძლება ეს მხოლოდ თეორიულ საკითხად ჩაითვალოს და ღიად დარჩეს. მოყოლებული ძველი წოთავრიცხვის მე-3 საუკუნიდან ჩვენ კარგად ვიცით, რომ სამშვილდის ისტორიაში სხვადასხვა კულტურების გავლენა მუდმივად ენაცვლებოდა ერთმანეთს, ხო? ჩვენ კარგად ვიცით, რომ აქ მე-5 საუკუნეში მძლავრობდა სასანური კულტურა და უფრო მეტიც, არა თუ კულტურა მძლავრობდა, არამედ სასანიანთა მარზპანინჯი და სამშვილდეში. და შესაბამისად, მას უნდა ჰქონოდა საკუთარი რეზიდენცია, საკუთარი ცეცხლთაყვანის მწელური ტაძარი, მთელი თავისი აპარატი აქ უნდა მდგარიყო და ყოველივე საპოვნელია, სად იყო ეს ინფრასტრუქტურა განლაგებული და იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ამას მივაგნებთ. მე-7 საუკუნიდან, როდესაც ამიერკავკასიის და კავკასიაში ზოგადად არაბული კულტურა მძლავრობს და არაბების შემოსევის პარალელურად სასანური გავლენა თანდათან კნინდება და სასანიანთა ძალაუფლება სუსტდება, მთავრდება იმით, რომ სამშვილდეში არაბული კულტურა მძლავრობს. მე-9 საუკუნეებში, უпростоრეთ მე-9 და მე-10 საუკუნის დასაწყისში აქ ანისის სომხური სამეფოს ინტერესები იკვეთება და ცდილობდნენ ისინი, რომ ქვემო ქართლი და ქართველთა ველი, როგორც თვითონ უწოდებდნენ, თავიანთი გავლენის ქვეშ დაექვემდებარებინათ. შემდეგ მოდის თურქ-სელჩუკების ტალღა, შემდეგ მას მოყვება
ჯალალედინის, თემურლენგის, შაჰჯაჰანის თუ სხვადასხვა შემოსევები, ვიდრე მე-15 საუკუნემდე, როდესაც სამშვილდე ბარათაშვილების საგვარეულოს ხელში გადადის და ფაქტობრივად მთელი გვიანი შუა საუკუნეების განმავლობაში სამშვილდე ბარათაშვილი, ყაფლანიშვილი, ორბელიშვილების საგვარეულოს ასე ვთქვათ, დომენად მოწინავე სადროშოდ არის ქცეული, ვიდრე საბოლოოდ იგი ერეკლე მეფემ არ შემოუმტკიცა ცენტრალურ ხელისუფლებას. ასე რომ დაწყებული ძველი წელთაღრიცხვის მე-3 საუკუნიდან დამთავრებული ვიდრე მე-18 საუკუნემდე სამშვილდე ყოველთვის ინარჩუნებდა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სტრატეგიულ მნიშვნელობას და წარმოუდგინდა თავისებურ ჩამკეტ ციხესიმაგრეს დედაქალაქისაკენ მიმავალ გზაზე. ნებისმიერი დამპყრობელი იქნებოდა თუ ნებისმიერი ვაჭარი იქნებოდა თუ რა ინტერესების მქონე ადამიანს არ უნდა ყოფილიყო, თუ კი იგი აღმოსავლეთიდან ცენტრალური ან შორეული აღმოსავლეთიდან თბილისისაკენ მოემართებოდა, იგი აუცილებლად გაივლიდა სამშვილდეს. და როგორც გითხარით, აი სამშვილდის ეს მნიშვნელობა მე-18 საუკუნემდე ფაქტურად არ შეცვლილა. მხოლოდ მე-18 საუკუნიდან, როდესაც უკვე ბარათაშვილების საგვარეულოს მოწამეები, ორბელიშვილები თუ ყაფლანიშვილები გადადიან თბილისში საცხოვრებლად, მხოლოდ მაშინ ხდება სამშვილდის ასე ვთქვათ მიტოვება ბოლო მაცხოვრებლებისაგან და მოყოლებული აქედან იგი თანდათან გაუდაბურდა, დაიფარა ხშირი მცენარეული საფარით და გადაიქცა თავისებურ ნაკრძალად, ისტორიულ თუ არქიტექტურულ პარკად, რომლის კულტურული ფენებიც მთელი აი ამ 2000 წლოვანის ისტორიას ინახავენ თავიანთ წიაღში. გასაგებია, რომ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები უშუალოდ იღებენ მონაწილეობას სავალე არქეოლოგიურ გათხრებზე. მაინტერესებს, რამდენად არის შესაძლებელი სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა შეძლონ მონაწილეობა არქეოლოგიურ ექსპედიციაზე სამშვილდეში. სამშვილდის ნაქალაქარი მოგეხსენებათ წარმოადგენს კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლს და იგი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ექვემდებარება, სახელმწიფო პატრონაჟის ქვეშ არის. მაგრამ ამავდროულად აქ არქეოლოგიურ გათხრებს, როგორც ჩვენ საუბარში აღნიშნეთ, საქართველოს უნივერსიტეტი აწარმოებს. თავისთავად ცხადია, რომ არქეოლოგიურ სამუშაოებში და არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობას იღებენ იმ სპეციალობის სტუდენტები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებული ამ მეტად საინტერესო დისციპლინასთან. ესენი არიან, რა თქმა უნდა, არქეოლოგები, ესენი არიან, რა თქმა უნდა, ისტორიკოსები, ხელოვნებაცოდნეები, მაგრამ ჩვენი ექსპედიცია ამ თვალსაზრისით არ არის შეზღუდული. გარდა ისტორიკოსების, არქეოლოგების და სხვა ჩვენთან საქართველოს უნივერსიტეტის სპეციალობის აბსოლუტურად დიამეტრალურად განსხვავებული სპეციალობის სტუდენტების მოდიან ექსპედიციაში და იღებენ მონაწილეობას. მაგალითად, ვიტყოდი, რომ 2014 წელსაც, 2015 წელსაც და მიმდინარე 2016 წელსაც ჩვენთან ექსპედიციაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის რობოტიკისა და ინჟინერიის სპეციალობის სტუდენტებმა, რომელთა საქმიანობაც ერთის მხრივ აბსოლუტურად არაფერი კავშირში არ არის გათხრებთან, მაგრამ მეორეს მხრივ მათ მიერ შექმნილი ასე ვთქვათ ხელსაწყოები, ელექტროხელსაწყოები ჩვენ არქეოლოგებს გვიადვილებს გარკვეული რიგი სამუშაოების ჩატარებას, ასე რომ ყველა სპეციალობის სტუდენტი თუ არა მარტო სტუდენტი, არამედ ადამიანი შეიძლება იყოს ექსპედიციაში და მონაწილეობა მიიღოს. რა თქმა უნდა, ჩვენ ღია ვართ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის თუ მაგისტრანტებისათვის, დიდი სიამოვნებით უმასპინძლებთ მათ ჩვენს ექსპედიციაში და მივცემთ საშუალებას, რომ მონაწილეობა მიიღონ არა მარტო გათხრებში, არამედ ისიამოვნონ იმ შესანიშნავი ლანდშაფტით, რითაც არის გარშემორტყმული საირხე, ისიამოვნონ იმ ხედებით თუ ურთიერთობით ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომლებიც ძალიან კეთილგანწყობილად არიან, კეთილგანწყობილ დამოკიდებულებაში არიან ჩვენს მიმართ, ერთი სიტყვით მიიღონ არა მარტო განათლება, არამედ ყოველივე სიკეთე, რაც ამ ადგილს მოაქვს ადამიანისათვის. მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი მოთხოვნების გვაქვს ყველა სტუმრისათვის, ასე ვთქვათ, ხო? უნდა ადამიანი, რომელსაც ახლა სურვილი ექნება მონაწილეობა მიიღოს ჩვენს ექსპედიციაში, ითანამშრომლოს ჩვენს ექსპედიციაში, უნდა იყოს შრომის მოყვარე, რა თქმა უნდა შეეძლოს გუნდურად მუშაობა, უნდა შეეძლოს
ექსტრემალურ პირობებში მუშაობა, ხან ჩვენ სიცხეში გვიწევს გათხრების წარმოება, ზოგჯერ პირიქით მკაცრამეთში გვიწევს სამუშაოების წარმოება და ყოველივე ამის ატანა უნდა შეეძლოს ადამიანს. Ну, რა თქმა უნდა, რაღაც მინიმალური ოდენობის საწევროს გადასახდელი არის საჭირო, რაც უშუალოდ იმ ადამიანის საყოფა ცხოვრებულ პირობებისათვის არის განსაზღვრული, რომელიც შემოგვიერთდება, მაგრამ ეს თანხა, რა თქმა უნდა, არ არის 3 ნიშნა და 4 ნიშნა ციფრები, ეს როგორც გითხარით, უშუალოდ საყოფა ცხოვრებულ პირობების მოყვარებასთან არის დაკავშირებული. სხვა როგორც მოგახსენეთ, ჩვენ ღია ვართ და მზად ვართ ყველა დაინტერესებული ადამიანისათვის, სტუდენტი იქნება, მაგისტრი იქნება, ტურისტი იქნება თუ ნებისმიერი, ვინც კი დაინტერესდება ჩვენი ექსპედიციის ისტორიით და ზოგადად სამშვილდის წარსულით. არქეოლოგიური მონაპოვარი, რასაც ჩვენ გათხრების მანძილზე ვიღებთ, რა თქმა უნდა, უმაღლესი სტანდარტების მიხედვით ფიქსირდება, კლასიფიცირდება, ინახება და რასაც 21 საუკუნის არქეოლოგია მოითხოვს, ყველა იმ სტანდარტების დაცვით ხდება მათი ტრანსპორტირება საქართველოს უნივერსიტეტში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გითხრათ, რომ საქართველოს უნივერსიტეტს თავისი არქეოლოგიური მუზეუმი გააჩნია, ეს არის საუნივერსიტეტო მუზეუმი, სადაც ყოველწლიურად ექსპოზიციების განახლება მიმდინარეობს და ის ახალი აღმოჩენები, რასაც ჩვენ ყოველწლიურად ვაკეთებთ, ფაქტიურად ჩვენი უნივერსიტეტის გამოფენაზე ექსპოზიციაზე არის გამოფენილი, სადაც შესაძლებელია ყველა დაინტერესებული ადამიანისათვის მათი ხილვა. მაგრამ გარდა არქეოლოგიური მონაპოვარისა, მხედველობაში მაქვს კერამიკა, ლითონის ნივთები, მინის ნივთები თუ სხვადასხვა. რა თქმა უნდა, გათხრების შედეგად ჩვენ ოსტეოლოგიური მასალა თუ ანთროპოლოგიური ნაშთების დიდი რაოდენობით მოდის და ეს უკვე მომიჯნავე დარგების სპეციალისტების კვლევის საგანს წარმოადგენს. იმის გამო, რომ ინფორმაცია მაქსიმალურად ამოვიღოთ ჩვენ ეს ანთროპოლოგიური ნაშთები იქნება, თუ ნასუფრალი ძვლები იქნება, თუ სხვადასხვა ასე ვთქვათ, ძლოვანი მონაცემები იქნება და არა მარტო ძლოვანი მონაცემები, პალეოლოგიური მონაცემები იქნება, თუ ნიადაგის მონაცემები თუ კიდევ სხვადასხვა. ჩვენ თანამშრომლობთ აი ამ მომიჯნავე დისციპლინების მკვლევარ სპეციალისტებთან და ისინი ჩართული არიან ჩვენს ექსპედიციაში, როგორც ექსპედიციის წევრები, ყველა მათგანი ექსპედიციის განმავლობაში უშუალოდ ველზე ჩამოდის, თუ საჭიროა უშუალოდ იღებენ ამ სინჯებს და თავიანთ შესრულებული სამუშაოების ანგარიშებს წარმოადგენენ უკვე ექსპედიციის საბოლოო ანგარიში, ბეჭდური სახით, რა თქმა უნდა, და ასევე ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, როგორც წესი, ეს ხო ტრადიციად იქცა, დეკემბრის თვეში იმართება ხოლმე და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოგიწვიოთ თქვენს დეკემბერში საქართველოს უნივერსიტეტის ყოველწლიურ სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის ყოველწლიურ კონფერენციაზე, სადაც უახლოესი აღმოჩენების შესახებ უფრო დეტალურ და უფრო, ასე ვთქვათ, ყოვლის მომცველ ინფორმაციას მოისმენთ. დიდი მადლობა.